მასწავლებლობა არის ყველაზე ახალგაზრდული პროფესია. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მასწავლებელი არასდროს არ ბედდება, რადგან მრავალ თაობას ზრდის და ამით ბედნიერი ვარ და არა მხოლოდ მატერიალური ხარისთვის ვარ მასწავლებელი. ინგლისური ენის სწავლა, როგორც ყველა სოფლელი ახალგაზრდისათვის, ჩემთვისაც იყო საკმაოდ რთული. მაგრამ პირველ რიგში ალბათ იყო мотиваცია და მონდომება და ასევე ამავე დროს საჭიროება სოფლისათვის. ამიტომ ჩემო ოჯახმაც საკმაოდ გვიან უკვე დაოჯახებული ვიყავი, რომ გადაწყვიტა, რომ მესწავლა მეც ინგლისური ენა. პასუხისმგებლობა მეტი მქონდა, რა თქმა უნდა, რომ მესწავლა ხარისხიანად, მქონოდა საკმარისი ცოდნა, რომ მე შემდეგ მესწავლებინა სოფლის ბავშვებისათვის. იმ წლებში, როდესაც მე დავიწყე მუშაობა, სოფლის სკოლებში ძალიან იშვიათი იყო უცხოენად არჩეული ყოფილიყო ინგლისური ენა. მცირე იყო ინგლისური ენის ცოდნე, მაგრამ დღეისათვის უკვე თანამედროვე ახალგაზრდა უნდა ფლობდეს ინგლისური ენის რაღაც დონეს. არ მინდა რომ ჩვენი სოფლის ბავშვები მოკლებული იყვნენ იმ კომუნიკაციურ უნარებს, რომელიც ჭირდება დღევანდელ თანამედროვე საქართველოს. პირველ რიგში ვცდილობ, რომ ეს ცოდნა მათში იყოს მდგრადად, განვითარდეს და უფრო შორეული, პერსპექტიული ცხოვრებისეულ სიტუაციაში რომ გამოიყენონ ეს ენა და არა მარტო მხოლოდ უნივერსიტეტში მოსახვედრთა ჩასატარებლად. მე ასევე ვასწავლედი აბიტურიენტებს ამთიანი აჭარის სხვადასხვა სოფლებში დავდიოდი, რომელიც დაფინანსებული იყო აჭარისწყლის ჯორჯიას მიერ. ეს იყო სოციალური პროექტი, რომელიც ყოველგვარი საფასურის გარეშე ამეცადინებდა მოსწავლეებს, რომლებსაც არავითარი საშუალება არ ჰქონდათ, რომ მომზადებაში რეპეტიტორებთან სიარულში ფული გადაეხადათ. ბევრმა მათგანმა იმ აბიტურიენტებიდან, რომლებსაც ვამეცადინებდით, ჩააბარა საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და ასევე სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო. პროფესია მე ვთვლი, რომ ადამიანს უნდა აბედნიერებდეს და როცა მუშაობს აი პროფესიაზე ის არ უნდა იყოს ნაძალადევი და მეც ასე ვთვლი, რომ მიხარია რომ მასწავლებელი ვარ და რომ ეს პროფესია ავირჩიე.